Დაასახლებენ თუ არა ტახურაშვილების ოჯახს სახლიდან, რომელიც 7 წლის დიურგის ბაბუა მაჩუქა. ამის დასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროში ზეპირი მოსმენა დაიმართა. ვიწრო საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის ასაღებად მამამ შვილის კუთვნილი ბინა იპოთეკით დატვირთა. მოგვიანებით რის სახლის დაყიდვა და სესხის დარჩენილი ნაწილის ამ გზით გადაფარვა გადაწყვიტა. ოჯახმა მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბაბუის მიერ შვილიშვილისთვის ნაჩუქარი სახლის არც დაყიდვის და არც იპოთეკით დატვირთვის უფლება არ ჰქონდა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ 7 წლის ბავშვის მისი კუთვნილი სახლიდან დასახლების უფლება არავის არ აქვს. ახურაშვილების სახლის შესახებ ზეპირი მოსმენა შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 საათს გაგრძელდა. 7 წლის ბავშვისთვის ბაბუის მიერ ნაჩუქარი სახლი, რომელიც მამამ იპოთეკით დატვირთა, პროცენტის გადაუხდელობის გამო ცოტა ხნის წინ გაიყიდა. როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, ბავშვისთვის ნაჩუქარი სახლის იპოთეკით დატვირთვის ან მისი გაყიდვის უფლება არავის არ ჰქონდა. ახურაშვილების სახლის დაბრუნებას ითხოვენ. შეკრულება უნდა იყოს. ბათილი არ შეიძლება მამას ჩაუყენოს 7 წლის ბავშვი თავდებში. ნოტარიუსს არ ჰქონდა იმის უფლებამ დაედო ისეთი ხელშეკრულება, რაც გამოიწვევდა ბავშვის უფლების დარღვევას, ბავშვის ქუჩაში დარჩენას და შეიძლებოდა დამდგარიყო ისეთი შედეგი, რომელიც დარღვევდა ბავშვთა საერთაშორისო კონვენციას. არ იძებნება არავინ კომპეტენტური ამ ქვეყანაში, რომ ამ საქმეს თავი და ბოლო მოაყოს. როგორც 7 წლის მესაკუთრის გიორგი კახურაშვილის დედაყვება უკანონო გარიგების შესახებ მშობლებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც სახლის გაყიდვა და სესხის დარჩენილი ნაწილის ამ გზით დაფარვას ცადეს. ბაბუამ ჩემ შვილს აჩუქა ჩუქების ხელშეკრულებით 2 წლით ადრე, მაშინ იყო 4 წლის ბავშვი. და აბსოლუტურად თითქმის ყველა ნოტარიუსი მეუბნება, რომ არანაირი უფლება მშობელს და საერთოდ არავის ეს არის მისი ქონება. როდესაც გაიზრდება, გახდება 18 წლის, ეს თვითონ განკარგავს დაყიდის თუ დაასხვისებს, ეს მისი უფლება. გარიგების კანონიერებაზე საუბრობს იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იურისტი, სადაც კახურაშვილებმა სესხი აიღეს. კანონიერი წარმომადგენლები არიან დედა და მამა. დედა და მამას შეუძლიათ მოახდინონ გარიგების დადება, როგორც გასხვისება, გაყიდვა, ასევე იპოთეკა და ასევე ნებისმიერი გარიგების დადება. განსხვავებულად ფიქრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც ჩუქების საკითხი დაწვრილებით განგვიმართეს. მშობელს, როგორც შვილის კანონიერ წარმომადგენელს, როგორც მეურვეს, ანუ მზრუნველს გააჩნია რა ასაკის არის ბავშვი. ზღუდავს 1294 მუხლით, რომლის თანახმადაც გარკვეულ სავალო ვალდებულებებში შესვლა არ შეუძლია მშობელს იმ შემთხვევაში, თუ კი ეს ბავშვის ინტერესებს ავიწროებს. კანონსაწინააღმდეგო გარიგება ექვემდებარება გაბათილებას და ბათილობა შეიძლება მოხდეს კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილებით. კახურაშვილების საქმეზე გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დღეებში უნდა გამოიტანოს. ბავშვის უფლებების საკითხს სახალხო დამცველის ოფისიც სწავლობს.